რომის იმპერიაში და იმაში ბიზანტიის იმპერიაში რა იყო გავრცელებული ფორმა, რომ რადგან ჯვარზე 3 ენაზე იყო წარწერა, ესე იგი ქრისტიანული მსახურება შესაძლებელია მხოლოდ 3 ენაზე. და დარჩა ლათინური, ბერძნული, ლათინური. და ეს არ იყო სწორი. და ეს რო სწორი არ იყო, ეს ჩანს საიდან, რომ როდესაც მოციქულებზე სულიწმინდა გადმოვიდა, ისინი სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ. ეს ენა იყო ყველა არსებული ენა. უცხო ენაზე კი არ ვიღაცისთვის უცხო იყო, მაგრამ იყო სკვითურად და ყველა ენაზე ალაპარაკდა და ეს იყო სულიწმინდის კურთხევა, უმაცხოვარი რო ამბობს, რომ ის მოვა და გასწავლი თქვენ ყველაფერს, აი მოციქულებს ძალიან გაუჭირდებოდათ სულიწმინდას, რომ ისინი სხვადასხვა ენაზე არ აელაპარაკებინა, ძალიან გაუჭირდებოდათ რა ენაზე დაეწერათ სახარება. და რამდენად ეკადაგათ სხვა ერებისთვის. და სულიწმინდამ განაბრძნო, რომ სულიწმინდამ აამეტყველა ყველა ენაზე. და ეს ქართულ ქრისტიანობაში ჩვენ ყოველთვის ამას ვიცავდით და ამით ვეწინააღმდეგებოდით, რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს ეს ილიას ბოლო საუკუნეებია, მაგრამ იგივე იმით ვიყავით, რომ ქართლსა შინა ჟამი ქართულად შეიწირვების, ეს არო აღნიშნეს, თორცები მერვე საუკუნეა. ეს რო აღნიშნეს, რომ ქართულად შეიწირვების, რატო აღნიშნეს, რომ კურთხევა, ანუ უფლება ჰქონდა ერებს, სხვა ერებს, არა ბერძნულ ერებს და არა ლათინურს, რომ სახარება ეთარგმნათ და სახარება წაეკითხათ ქართულად. ამიტომ გვაქვს სახარება ძველი თარგმანი. მაგრამ ჟამის წირვა ბერძნულად უნდა ეწირათ. ესმით და აი ამის ის იყო, რომ აი ქართული ისა ერთ-ერთი ეს ძირძველი მართლმადიდებელი, ჩვენ ხო მართლმადიდებლები ვართ და ეს მართლმადიდებლობა არის პირველი რელიგია, ქრისტიანობის პირველი სახე და იმ ბერძნებთან ერთად ლათინები ვიცით რომ მართლმადიდებლები არ არიან, ახლა მაგისგან არ მინდა ახლა განკითხვებს არ ვიცი. ხო, მოგვიანებითი ამბავია. მოგვიანებითი ამბავია, მაგრამ ის ვინც უძველესი კულტურის უძველესი ქრისტიანობა შეინარჩუნა, ბერძნები არიან და ქართველები.